ყველაფერი 1815 წელს სამთებერვალს შვეიცარიაში დაიწყო, როდესაც პირველი კომერციული ყველის ქარხნის გახსნამ სამუდამოდ შეცვალა რძის პროდუქტების ინდუსტრია და საფუძველი ჩაუყარა იმ ლეგენდარულ ხარისხს, რომლითაც ეს ქვეყანა დღემდე ამაყობს. შვეიცარიული ყველის ისტორია სათავეს ალპების მაღალმთიან საძოვრებზე, ადგილობრივი ფერმერებისა და ბერებისგან იღებს, რომლებიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში რძის შენახვის უნიკალურ გზებს ეძებდნენ და პირველ მაგარ ყველს ამზადებდნენ. მას შემდეგ, რაც 1815 წელს იოჰან ემანუელ ეფინგერმა ბერნის კანტონში პირველი კომერციული საწარმო გახსნა, ამ პროდუქტმა ლოკალური მეურნეობებიდან გლობალურ ბაზრებზე გადაინაცვლა. მე-19 საუკუნეში შვეიცარელმა ემიგრანტებმა თავიანთი ცოდნა და ტექნოლოგია ამერიკაში, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში გაავრცელეს, რამაც საფუძველი ჩაუყარა ყველის წარმოების დღევანდელ გლობალურ მასშტაბებს. ორსაუკუნოვანი განვითარების შემდეგ თანამედროვე ყველის წარმოება უკვე გასცდა მხოლოდ ტრადიციული რეცეპტების ჩარჩოებს და მაღალტექნოლოგიურ ზუსტ მეცნიერებად იქცა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ინიჭება როგორც ნედლეულის ხარისხს, ისე უსაფრთხოების სტანდარტებს და პროფესიულ განათლებას. დღეს მსოფლიო ტენდენცია სწორედ ფერმიდან სუფრამდე ჯაჭვის სრულ კონტროლსა და ეკოლოგიურად სუფთა პრემიუმ კლასის პროდუქციის შექმნას გულისხმობს. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვანი შვეიცარიული გამოცდილებისა და თანამედროვე სტანდარტების საქართველოში დანერგვის საუკეთესო მაგალითია დმანისში მდებარე შვეიცარიული აგრარული სკოლა. კავკასია, რომელსაც ჩვენი სტუმარი ხელმძღვანელობს, ასიამოვნოა, რომ 2021 წელს განხორციელებული 13 მილიონიანი ინვესტიციის შედეგად საქართველოში გაჩნდა სივრცე, რომელიც ერთდროულად აერთიანებს თანამედროვე ფერმას, ყველის ქარხანას და რაც მთავარია, სასწავლო შენობას ახალი თაობის პროფესიონალებისთვის. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს თინათინ მახარაძეს, რომელიც ამ უნიკალური კომპლექსის დირექტორია და დეტალურად გვიამბობს თუ როგორ იქნება შვეიცარიული ხარისხი ქართულ რეალობაში. თინათინ, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩვენი სკოლის დაინტერესებისთვის. თინათინ, უპირველესად მინდა 2025 წელი შევაჯამოთ. როგორი იყო 2025 კავკასიისთვის და ერთი მხრივ მინდა მიმოვიხილოთ წარმოება, ყველის წარმოება, თუმცა ასევე მინდა მთავარი ყურადღება გავამახვილოთ სკოლაზე, იმიტომ რომ შესავალშიც ვახსენეთ, რომ პროფესიული განათლება, შესაბამისი პროფესიული განათლება ის ფუძე, რის შემდგომაც მერე უკვე ხარისხიანი პროდუქტი იქნება. მადლობა. 2025 წელი საკმაოდ დატვირთული იყო ჩვენთვის, დავიწყე საგანმანათლებლო მიმართულებით. ახლა აქტიურად მუშაობთ, როგორც იცით, ჩვენ გვაქვს როგორც გრძელვადიანი პროგრამები, სადაც ვასწავლით 2 წლის განმავლობაში ახალგაზრდებს ფერმერობას და რძის პროდუქტების წარმოებას, ასევე გვაქვს მოკლევადიანი ტრენინგები უკვე არსებული მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ორივე მიმართულებით მუშაობთ აქტიურად. დაწყებული გვაქვს უკვე ჩვენს არსებულ გამოცდილებაზე დაფუძნებით გრძელვადიანი პროგრამების განახლება. გვინდა რომ უფრო მოქნილი და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ რასაც ვუყურებთ, ნაკლები ინტერესი არის სოფლის მეურნეობის და ზოგადად პროფესიული განათლების მიმართ და სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების მიმართ ახალგაზრდების მხრიდან და ორწლიანი პროგრამები ცოტა შეიძლება ზედმეტად ხანგრძლივი ან დამღლელი ეჩვენებათ, ამიტომ გვინდა რომ უფრო მოქნილი გავხადოთ ეს პროგრამები. რაც შეეხება მოკლევადიანი ტრენინგების მიმართულებას, ძალიან დიდი დაინტერესება, იმაზე უფრო დიდი მოთხოვნა, ამიტომ ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია რომ შევთავაზოთ და ამიტომ აქტიურად ვამატებთ ახალ პროგრამებს. წელს დავამატეთ მაგალითად ტრაქტორისტი მანქანის პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ ცოტა მემანქანები არიან, ვისაც მართვის მოწმობაც აქვს და უსაფრთხოდ და დაზიანებების გარეშე შეუძლიათ ტრაქტორების მართვა. ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ პროგრამაზე. ასევე ვამატებთ პროგრამებს ვეტერინარული ტექნიკური მიმართულებით, რასაც უფრო 2026 წლის 26 და 27 წლისთვის გეგმავთ რომ დავამატოთ. რაც შეეხება წარმოებას, ქარხანაში ძალიან აქტიური პერიოდი მქონდა, წელს ბევრი ახალი პროდუქტი დავამატეთ. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ყავდა ჩამოყვანილი შვეიცარიიდან, რახან შვეიცარული ყველის ტრადიციებზე ვსაუბრობთ, ემენტალის ყველის სპეციალისტი და პირველად 150 წლის შემდეგ დმანისში ისევ გაკეთდა ემენტალის ყველი ჩვენს საწარმოში. სასწავლო მიზანი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს და პირველი სატესტო წარმოებაც ჩვენ სტუდენტებთან ერთად უკვე დავამზადეთ და რეალიზაციაშიც არის და იყიდება. და ვაპირებთ, რომ სამომავლოდაც გავაგრძელოთ ეს მიმართულება. გარდა ამისა, დავამატეთ უფრო ისეთი ტრადიციული
პროდუქტები, რაზეც არის მოთხოვნა ბაზარზე, როგორც არაჟანი, სასმელი რძე, მაწონი, ხაჭოს ვამატებთ ახლა და გვინდა რომ უფრო ის მიმართულებაც ავითვისოთ, იმიტომ რომ აქამდე უფრო მეტად კონცენტრირებული ვიყავით ეს ნიშური დაძველებული ყველის მიმართულებით, იმიტომ რომ ეს არის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი სტუდენტებისთვის, როგორ შეიძლება აქციონ ზე უფრო მაღალ ფასიან პროდუქტად. და უკვე კომერციული მიმართულებით ქარხანა იწყებს, ასე ვთქვათ, უფრო ტრადიციული პროდუქტების წარმოებასაც. უპირველესად კითხოთ ამ პროდუქტებზე, რაც ჩამოთვალეთ, რის ჩამონათვალეთ გააკეთეთ, რამდენად არის დღეს საქართველოში მოთხოვნა იმ მაღალხარისხიან პროდუქტზე, რომელსაც ქმნის შვეიცარიული აგრარული სკოლა და რა არის ის ძირითადი რეალიზაციის არეალები, სადაც შევხვდებით ამ პროდუქტს? მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის თქვენც ახსენეთ, რომ რძის იმპორტი არის გაზრდილი და ზოგადად რძის პროდუქტების მიმართ მოთხოვნა იზრდება და სამწუხაროდ ადგილობრივი წარმოება ვერ პასუხობს ამ მოთხოვნას და სწორედ ამიტომაც იზრდება იმპორტი. წელს ძალიან აქტუალური იყო რძის ხარისხი და რძის უსაფრთხოებაზე საუბარი, საკმაოდ ისეთი თემა გახდა და ჩვენც იმ პერიოდში ვიგრძნით, რომ ძალიან ბევრი მომართვიანობა იყო სკოლის მიმართ, რომ სად შეიძლება შევიზნოთ სასმელი რძე ყველაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეკითხვა ეს იყო, იმიტომ რომ მაინც ბავშვისთვის რა პროდუქტსაც ყიდულობს ოჯახი, იქ ყველაზე სენსიტიური არის ხარისხის მიმართ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენც რომ დაგვეწყო უფრო აი ესეთი ტრადიციული პროდუქტების წარმოება, ჩამოვიტანეთ მაგალითად, რაც ჯერჯერობით საქართველოში უნიკალური არის რძის დისპენსერი, რომელიც შვეიცარიაში ყველა ფერმას უდგას ფერმის კართან და შეგიძლია პირდაპირ ჩამოისხა იქედან ნედლი რძე და გვაქვს ჩვენს გასაღების ადგილებიც ახსენეთ და მაღაზია გავხსენით წელს პირველად სკოლამ გახსნა თავისი ასე ვთქვათ შოურუმი მაღაზია მარგალიტი კოლექშენი, სადაც არა მხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ ზოგადად საქართველოში წარმოებული საუკეთესო პროდუქტები გვაქვს შეკრებილი და იქ გვაქვს ეს დისპენსერიც ჩვენი რძის პროდუქტებიც. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, რომ საზოგადოებამ დაიწყო ამაზე ფიქრი, რომ რძე თავისთავად არ ნიშნავს ნატურალურს და ხარისხიანს და უნდა მოვიკვლიოთ საიდან მოდის ეს ნედლეული, რომ საქონლის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქონლის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საერთოდ ამ მხრივ განათლებას და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, ნამდვილად ასე ახსენეთ მარგალიტი კოლექშენი. თინა, რა საერთიანებს, რა კონცეფციის არის ეს მაღაზია და ასევე თუ არის მონაცემები დაახლოებით რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა ახალი პროექტისთვის, რომლის განვითარებაც დაიწყო შვეიცარულმა აგრარულმა სკოლამ? მარგალიტი აერთიანებს, იმიტომ ქვია მარგალიტი, რომ გავაერთიანეთ ჩვენი გადმოსახედიდან მარგალიტი პროდუქტები საქართველოში, ძირითადად რა თქმა უნდა აქცენტი არის ჩვენი რძის პროდუქტებზე, ამიტომაც გავამრავალფეროვნეთ ასორტიმენტიც. ასევე გვაქვს სხვადასხვა რეგიონებიდან გვაქვს თაფლი თუშეთიდან გვაქვს ჩაიგურიდან მაგალითად ასევე გურული თაფლიც გვაქვს ჯემები, მურაბები, სხვადასხვა სახის პროდუქტები გვაქვს შეკრებილი, ქართული წარმოებები, სადაც გვინდა რომ ქართველ მეწარმეებსაც დავეხმაროთ რომ გქონდეთ სარეალიზაციო სივრცე და თან ერთ ადგილას გქონდეს შეკრებილი ხარისხიანი ქართული პროდუქტები. ჯერ ძალიან ასე ვთქვათ, შედარებით ახალი არის იქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ მცირე კერძებიც ამ პროდუქტებისგან დამზადებული. საკმაოდ ახალი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი არის ჩვენთვის და სკოლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ გადახდილი თითოეული ლარი მიდის განათლებაში, ეს სკოლის საკუთრებაში არის და ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ სტუდენტებს ვაჩვენოთ, რომ ხარისხიან პროდუქტს ყოველთვის გაყიდიან. და ესეც, ასე ვთქვათ, სწავლის ნაწილია, შეუძლიათ იქ ნახონ უკვე უშუალოდ მომხმარებლებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ბევრი მცირე მეწარმე თავად როგორც ამზადებს, ასევე თავადვე ყიდის და ეს სრული ჯაჭვის აწყობა სჭირდებათ ხოლმე. და კარგი, ასე ვთქვათ, გაგრძელება იყო სკოლის საწარმოს, ასე ვთქვათ, საქმიანობისთვის. თუმცა ჩვენი ყველი ასევე იყიდება სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებშიც. თინა, ხო, ჯერ ახალი პროექტია ვახსენეთ, თუმცა საინტერესოა როგორი შედეგები გაქვთ უკვე ამ დროის ჭრილში, რამდენად გაამართლა ამ პროექტმა?
ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, როგორ განვითარდება. სამომავლოდ ვაპირებთ ზოგადად, რომ გავხსნათ ასევე მეორე სხვადასხვა პატარა, ასე ვთქვათ, მაღაზიები და ეს მთავარი ცენტრი დავიტოვოთ როგორც შოურუმი, სადაც შესაძლოა იქნებათ ნახონ ზოგადად უფრო სკოლის არსიც გაიგონ, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ, დატვირთული გვაქვს სკოლის თემატიკით თვითონ ეს ადგილი. პირველი ვიტრინა გავაკეთებთ, სადაც რეალური ყველი აწყვია ჩაშენებული გვაქვს მაცივარი, ასე ვთქვათ, წინა ფასადზე, სადაც ყველის მოვლა ხდება, ზუსტად იგივენაირად როგორც ვუვლით ამ ყველს საწყობში და ისეც ასე ვთქვათ, განათლების ნაწილია, იგივენაირად გახეხვა სჭირდება ამ ყველს სპეციალური ტემპერატურული და რეჟიმების დაცვა. ამას ვაკეთებთ თბილისის ცენტრში, ზუსტად იმისთვის, რომ ადამიანები დავაინტერესოთ, რომ აი ეს ყველი ესე უბრალოდ არ იქნება და ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება და გვინდა რომ ეს მოსახლეობასაც ვაჩვენოთ. ძალიან დიდი დაინტერესება ზოგადად ამ ვიტრინას მის გამოვლის ყველა ამას უყურებს. ყველის რძის პროდუქტებსაც საკმაოდ დიდი დაინტერესება, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მუშაობა არის ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან საჭირო და ვაპირებთ რომ უფრო მეტად განვავითაროთ. თინა, ჩვენ საუბრობდით, მათ შორის თქვენც ახსენეთ, რომ ხარისხი წელს იყო გასულ წელს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი. საზოგადოებაში გაჩნდა ხო გარკვეულწილად შიშიც, რამდენად ხარისხიან სანდო პროდუქტს, რძის პროდუქტს მოიხმარდნენ ისინი და ხო, აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, რამდენად არის დღეს ეს გამოწვევა, მათ შორის ვიცით, რომ ქვეყანაში ასევე ნედლი რძის დეფიციტიც არის ხო მწარმოებლების მხრიდან საუბარი და მათ შორის ხარისხიანი რძის და ნედლი რძის არსებობაზე. რატომ არის დღეს ეს გამოწვევა და რითი შეგვიძლია ამ გამოწვევას უპასუხოთ? პირველ რიგში რძე იწყება იმ საკვებიდან, რასაც საქონელი მიირთმევს, ხო? პირველ რიგში საკვებ წარმოების მიმართულება არის მნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, გასავითარებელი. ბუნებრივი საზოვრები, რითიც საქართველო მდიდარია, არ არის ისე ათვისებული, როგორც უნდა იყოს, არ არის კარგად მოვლილი. ამ მიმართულებითაც სკოლა ძალიან დიდი ხანია მუშაობს და გვქონდა სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც შევთვესეთ სხვადასხვა ტიპის ბალახი, რამოდენიმეჯერ შევთვესეთ და გვინდოდა გვენახა, რომელი ბალახი იმუშავებს, რომელ სიმაღლეზე, როგორი მოვლით და მივაღწიეთ პირველად წელს იმას, რომ გავამწვანეთ, ასე ვთქვათ, მწვანე სეზონი გავახანგრძლივეთ. მწვანე სეზონის განხანგრძლივება ნიშნავს უფრო მეტ რძეს, უფრო იაფად ფერმერისთვის. ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი საგანმანათლებლო ღონისძიება გვაქვს, როგორც მოკლევადიანი პროგრამები გვაქვს, ასევე უკვე 2 წელია ყოველწლიურად ვაწყობთ ბუნებრივი საზოვრების მართვის დღეს, სადაც დასწრებაც უფასოა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ, ნახონ როგორ ვუვლით, იმიტომ რომ რძე იწყება აქედან. თუ საკვები არ არის სწორი, თუ საკვები არ არის ხარისხიანი, ვერ მივიღებთ ხარისხიან რძეს. მერე მოდის, რა თქმა უნდა, უკვე ფერმაში საქონლის მოვლა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჰიგიენური წველა, იმიტომ რომ თუ იქ დაიღვა წველის პროცესში ჰიგიენა, ამას ქარხანა ვეღარ გამოასწორებს. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ რძის საწარმოებზე, პირველ რიგში უნდა შევხედოთ ფერმებს და ამიტომ არის ეს მთლიანი ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად არის ხოლმე ჩვენთან მოდიან, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო მიმართულებით ადამიანები და ამბობენ, რომ აი უფრო გვაინტერესებს რძის წარმოება, იმიტომ რომ ფერმამ მეტნაკლებად ყველა ფიქრობს, რომ იციან და სინამდვილეში რძის ქარხანა ვერ გამოასწორებს იმ რძის ხარისხს, რომელიც ფერმიდან არასწორად მოიწველა, ან არასწორი კვებით მოვიდა, ის მიკრობიოლოგიური დაბინძურება, რაც ფერმიდან რძეს მოყვება, ქარხანაში არ სწორდება. ამიტომ პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერმებს, საკვების წარმოებას, საძოვრების გაკულტურებას და ამ მიმართულებით განათლების მიღებას, იმიტომ რომ ეს არის საფუძვლიანი განათლება, როცა ვსაუბრობთ ჩვენ შვეიცარიაზე, იქ ამაში მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად მოძდევთ უკვე რამდენი წელია და რამდენი საუკუნეა მეცხოველეობა, მაინც ახალგაზრდები მიდიან პროფესიულ სასწავლებლებში და სახელმწიფოც ასუბსიდირებს და ეხმარება მხოლოდ იმ ფერმერებს, ვისაც ამ მიმართულებით განათლება აქვს მიღებული. კი ბატონო, თინა, ხო, განათლება ახსენეთ და ხო, საბოლოოდ მაინც მივდივართ განათლებასთან, ხო, ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად ეს არის მთავარი ფუძე. აქედან გამომდინარე, რამდენად არის დღეს მოთხოვნა ყველა იმ, ასე ვთქვათ, პროგრამაზე, საგანმანათლებლო მიმართულებით, რასაც კავკასია სთავაზობს სტუდენტებს. რამდენად გაჩნდა, რამდენად იზრდება მათ შორის მომართვიანობა და რამდენად გაიზარდა ცნობიერება მათ შორის ფერმერებში თუ მომავალ ფერმერებში, რომ
ჯერ საჭიროა მივიღოთ ხარისხიანი განათლება იქამდე, სანამ სხვადასხვა წარმოებას, ფერმას ავაშენებთ და გავხსნით, იმიტომ რომ ბევრი ფერმაც ვიცით ხო, რომ გაიხსნა და შემდგომ მალევე დაიხურა და ვერ გააგრძელა ოპერირება იმ გამოწვევების გამო, რაც გზად შეხვდა. სამწუხაროდ გრძელვადიან პროგრამებზე, ორწლიან პროგრამებზე მომართვიანობა საკმაოდ დაბალია, როგორც მანამდეც აღვნიშნე, არ ითვლება ფერმერობა რატომღაც საქართველოში პროფესიად და ყველას გონია, რომ აი მებია ჩემი თუ ძროხასწველი და მეც შემიძლია იგივე გავაკეთო და ამ მიმართულებით განათლების მიღების საჭიროებას ვერ ხედავენ. სადაც მომართვიანობა არის, ეს არის მოკლევადიანი ტრენინგები, იმიტომ რომ ვინც უკვე იწყებს ამ მეურნეობას, ვინც იწყებს ფერმაში მუშაობას, მერე ხვდება, რომ ამისთვის განათლება არის საჭირო და მერე მოდიან ხოლმე ჩვენთან. რასაც უყურებთ ხოლმე, ძალიან ხშირი არის განმეორებითი მომართვიანობა, მაგალითად, მცირე მეწარმეები და ფერმერები ვინც მოდიან და ერთ ტრენინგს ესწრებიან, მერე ცდილობენ, რომ სხვადასხვა ტრენინგებით შეივსონ, ასე ვთქვათ, ის საფუძვლიანი განათლება, რაც დააკლდათ დაუშვათ ფერმის გახსნამდე. ასე ვთქვათ, უკუღმა ხდება, ჯერ იწყებენ ამ საქმიანობას და მერე ხდება განათლების მოძიება. ახალგაზრდებში ძალიან დაბალი არის მომართვიანობა გრძელვადიან პროგრამებზე, ამიტომაც მუშაობთ ახლა ამ პროგრამების არა მარტო ჩვენთან, ანუ მარტო ჩვენ სკოლაში არ არის პროგრამა, ზოგადად საქართველოში არის თითზე ჩამოსათვლელი კურსდამთავრებულები ამ მიმართულებით, რძის პროდუქტების და ფერმერობის მიმართულებით. რაც კატასტროფა არის, თუ არ გვექნება განათლება, პროდუქტს ვერ შევქმნით. რა თქმა უნდა, მოკლევადიანი ტრენინგები არის ეფექტური და არის კარგი საშუალება განათლების რაღაც პატარ-პატარა ამების დანაკლისების აღმოსაφხვრად, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს საბაზისო ორწლიან განათლებას, სადაც არა მხოლოდ ინფორმაციის და ცოდნის გადაცემაც არ არის ეს ამ პროგრამის, ასე ვთქვათ, მიზანი, აქ არის სამუშაო კულტურის დანერგვა, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა ზოგადად და მეცხოველებას მოითხოვს დისციპლინას, ყოველდღიურობას და რუტინას, რაც ერთთვიან პროგრამაში რთულია, რომ ჩანერგო ახალგაზრდაში. ამიტომ არის საჭირო ეს გრძელვადიანი პროგრამები, სადაც რაღაცა ცოტა ჯარისკაცული რეჟიმით 2 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ამ ერთი და იგივე საქმეს აკეთებს ადამიანი და ვინც ამას 2 წელი გაივლის, ის ამ პროფესიას აღარ მიატოვებს. თინა, საუბრის მიწურულს მინდა გკითხოთ გეგმებთან დაკავშირებით, რა არის ის მთავარი გეგმები, რასაც ისახავს ერთი მხრივ სკოლა კავკასია და მეორე მხრივ წარმოების ნაწილში რა არის თქვენი მთავარი მიზნები? პირველ რიგში საგანმანათლებლო მიმართულებას შევეხები, გვინდა რომ შევთავაზოთ ახალგაზრდებს ადაპტირებული გრძელვადიანი პროგრამები, რას ახლა ვფიქრობთ, რომ უფრო მორგებული იქნება მათ ინტერესებზე და უფრო მეტად მოქნილი იქნება და გვაქვს იმედი, რომ ამით უფრო მეტ ახალგაზრდას მოვიზიდავთ. მოკლევადიანი მიმართულებითაც ვაპირებთ ტრენინგების დამატებას, რაც ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი მსმენელებისგან, რა მიმართულებითაც აქვთ ინტერესი და ძირითადად ეს არის ვეტერინარულ-ტექნიკური განათლება. რაც შეეხება წარმოებას, გვინდა რომ ისევ ეს, ასე ვთქვათ, პროდუქტების მრავალფეროვნება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. გვინდა წელს 2026 წელს უკვე აქტიურად დავნერგოთ ყოველკვირეული რძის პროდუქტების მიწოდება ოჯახებისთვის, ასე ვთქვათ, ზუსტად ფერმიდან სახლის კარამდე პრინციპის დაცვით. თინა, წარმატებები ყველა მიმართულებით კავკასიას და მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის და აუცილებლად დაველოდებით თქვენგან სიახლეებს. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ თინა მახარაძე, შვეიცარიული სკოლა კავკასიის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.